სახალისო ფეხბურთის ღია სკოლები გრძელდება მომდევნო 4 დღის განმავლობაში რეგიონის სხვადასხვა სკოლების 200-მდე ახსაზრდელი სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში ჩაერთვება. პროექტი უკვე 10 წელია ხორციელდება და მას გასულ წელს სპორტის სკოლა პოლიცია დაემატა. სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა გასართობ თამაშებთან ერთად საგზაო ნიშნებსა და პატრულის მანქანას ეცნობიან. ამ ფორმით ორგანიზატორები მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას ცდილობენ. პროექტში 7-დან 12 წლამდე ასაკის მოზარდები არიან ჩართული. სახალისო ფეხბურთის ღია სკოლები აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის მხარდაჭერით ხორციელდება. დღეს იმართება სახალისო ფეხბურთი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება. ბავშვებს ვაყვარებთ ფეხბურთს, ზოგადად ბურთის ფლობას. ჩართულია დაახლოებით 200-მდე ბავშვი აჭარის 5 მუნიციპალიტეტიდან, რაც ყველაზე მთავარია, არა მარტო ბიჭები, გოგონებიც მონაწილეობენ და 12 აქტივობა გაიმართება. სულ ღონისძიება იქნება 5 დღიანი. გასული წლიდან ამ პროექტს დაემატა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემავსებელი, ეს არის სპორტის სკოლა პოლიცია, სადაც თქვენ ხედავთ, რომ ბავშვები უკვე არა მარტო ფეხბურთს თამაშობენ, არა მარტო სხვადასხვა გასართობ და სახალისო თამაშებს, არამედ ეცნობენ საგზაო ნიშნებს, პატრულის მანქანას და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამით ჩვენ ვცდილობთ ბავშვის ის გაუცხოება, რომელიც აქვთ მათ სამართალდამცავების მიმართ, გაუქრეთ და იცოდნენ, რომ ეს არის მათი იმედი და მათი დასაყრდენი და ამით გარკვეულწილად ჩვენი პროპაგანდას უწევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს. ესტაფეტებში, აი კარში დარტყმებში, კიდე სირბილი და რავი რაღაცეებია კიდე, აი ესეთი ფრენბურთისნაირი, ოღონდ ფეხით და ესეთი რაღაც თამაშებია. დიდ გამოცდილებას ვიღებთ პასის გაკეთებაზე, უფრო იმაზე დარტყმაზე და იმას მეც გვასწავლიან, ვიდრე წვრთნელები აქ უფრო ბევრი არიან და ბევრი ერთად გვეხმარება და გვასწავლიან.